მოკლედ ეხლა რა ხდება? აქვთ აი ჩვენ ორნი და მივდივართ დედაინაზე, რომელიც შენ რო არ გეგონა არის მწვერვალი. მე ხორისარი არ მეგონდა. დედაინაზე ვიცოდი. შარშან იყო ასული, მეც უნდა ყოფილიყო შარშან, მაგრამ ვერ მოვახერხე. და რავი, აი წელსაც იმდენჯერ დავგეგმეთ და ერთ ერთხელ ვერ გამოვედით. ხო, ეხლა არის დაახლოებით შუა დღის 12 საათი და არც ისე კარგი დრო არის დასაწყებად. 1-2 საათი ადრე რომ დაგვეწყო, კარგი იქნებოდა. რა არის, როგორ არის? დედაენა სად არის? როგორია გეოგრაფიულად და ასე შემდეგ? მაგებს ეხლა განახეთ. ესე იგი, დედაენა არის თბილისიდან რომ მოდიხარ აი გუდაურის მიმართულებით, ეს არის გუდაური. ეს კი ის ადგილები სადაც სრიალებთ ხოლმე ტრასები სადაც არის და აი აქეთ ხარ ეს არის ჯვრის უღელტეხილი, საიდან სტეფანწმინდაში გადადიხარ და მისგან მარცხნივ არის მწვერვალი დედაენა 3488 მეტრი. 3500 ვამბობ ხოლმე ვიდეოში, უფრო მარტივი სათქმელია და იმიტომ. გზის მარცხენა მხარეს ჯვრის უღელტეხილიდან რომ გადახვალ სტეფანწმინდის მიმართულებით მარცხენა მხარეს არის ეს გასაჩერებელი ადგილი, მანქანის პატარა გამოყოფილი ადგილი არის. აქედან იწყება ეს ასვლა, მიუყვები პირდაპირ ფერდს, ეს რასაც ხედავთ, ეს იასამნისფერი ზოლები არის ჩვენი ნასიალოები, ჩემი ჩაწერილი ტრეკი არის, შეგიძლია გამოიყენოთ, აყვებით, ჩამოყვებით უპრობლემოდ. მიყვები ამ ფერდს, ადიხარ აი ამ ადგილამდე, ქედამდე და ამ ქედიდან იწყება უკვე თავარი ჩელენჯი. აქ გახსენდება იაკობ გოგებაშვილი, გახსენდება დედაენა, აია, ჯამი ჭურჭელია, თითი თუთა, ასე შემდეგ. ბოლოს ადიხარ ამ მწვერზე, აქ ლოცულობ ცოტას და აქედან ხედავ მე გუდაურს, ხარ ბედნიერი, ხარ კმაყოფილი და ჩადიხარ მე ისევ ქვევით. აი ეს არის დედაენა. აქეთ არის ხორისარი და შერხოტა მარცხენა მხარეს ეს წითელი მთები. სხვათა შორის გუდაურის მხრიდან და ფასანაურის მხრიდან რო იხედები, ძალიან ესეთი სამკუთხედი დაწვეტებული წვერია. აქედან არ ჩანს როგორც რაც პირამინდა. ბანძი წელი გვაქვს ამ სიარულის მხრივ, იმიტომ რომ არცაშან იყო სასწაული. შარშან რა ამ დრომდე მარტო ფეწყალი არ გვიქნია. ბაშლოვანშიც ვიყავით და საბადლოც ვცადეთ და საკერპოც ვცადეთ და მე რა ხო ვცადეთ და ეხლა არც ვიცდი არაფერი და ვერ ვის არის აგვისტო არის უკვე აგვისტოს დასაწყისია და ესაც რო დიდი შანსია რომ ვსწავლობ ხო იმიტომ რომ დიდი შანსია რომ ეგერი მოიღურბლოს ამ ჩვენავალს და დაგვეცეს მეხი ხო და დიდი ხანი არ ვჩანდი ბოლო ვიდეო მიდევს 11 თვის წინ აი უფრო წყლის ვიდეო იყო ბოლო ძალიან ცუდია ეგ. მინდა რომ გამოვასწორო. ფორმაშიც აღარ ვართ. აი გზიდან იქ არის ტრასა და ეს მანძილი გამოვიარეთ და საკმაოდ არაკომფორტულად გრძნობ თავს მე. შენ? მეცო. სეზონი მთავრდება და ჩვენ ახლა გავხსენით. ნახოთ, იმედია ავიღოთ. მოკლედ აი აქედან ამოვედით ახლა და რო ვიძახდი რომ აი ეს არის მეთქი დედაენა, იქიდან მასე ჩანდა მარტო ეს ჩანდა რა. არა აქ მეთქი პირამიდის ფორმა წაწვეტებული მეთქი აქეთ უკანა მხრიდან მეთქი. ეს არ ყოფილა. აი ის არის. იქით. და საკმაოდ წაწვეტებული არის. როგორი გზნობა არის აბა თბილისიდან რო გამოხვედი ამდენი ხნის მერე. აი დანაშაული შეგრძნება მაქვს საკუთარი თავის მიმართ. აქამდე რო არ გააკეთე ხო? ხო და შენ რას აპირებ ახლა კიდე ამის მერე? ამის მერე ვაპირებთ საბადლოს ვაპირებთ. აი რაც ვცადეთ და არ გამოგვივიდა ყველაფერი ვქნათ და მერე მყინვარი. დაბული დავიკიდოთ. აქეთ ვიტრიალოთ რა ჩრდილოეთით. აჰა. კი ამდენი ხანი არ ვიყავით ხაზზე. ჩვენ ხო დამირეკე სასტავი ვართ და. აწი შეგიძლიათ რომ დამირეკოთ, გამოიწეროთ, ანუ არხი რა, დარეკვა ჯერ გამოიწერეთ და მე ის ხო ისე არ ვპასუხობ უცხო ზარებს. რო იწერთ მე მაგებს ვპასუხობ. და დაფარული ნომრით ნუმერეკავთ კიდე რა. მაგის თქმა მინდა მეტი არაფერი. აი
ამოვედით თხემზე, ქედზე, ასე ვთქვათ. აჰა. მაგარი სასიარულოა წინ. რა ვიცი, აბა რა გითხრათ. რატო ეს ლაშქრობაა შენთვის თუ დასვლელობა? ეს ლაშქრობაა. ლაშქრობაა ეს? ეს ლაშქრობაც არ არის. ჰაიკია. ჰაიკი არა ეს კიდე. უჩანთოდ ვარ. ეგ შენ ხარ უჩანთოდ. და არაფერი აღჭურვილობა არ გვაქვს. ძალიან ცუდი რო არ გაქვს მე. რა საჭიროა ნახე სად დავარ. ამასობაში გვაღამდება, მზე ჩავა იქით. მაგარია. არაფერიც არ გვაღამდება, ნუ ადრამატულებ რა. ცოტა რაღაცა ექშენი რა ვიცი მე რაღაცა. ამით არ გვიფუჭდება, მაგრამ გვაღამდება. ხო, აი აბაქენ ყոր დაგორდები ხო კადრის გამო. ფანარი არც კი წამოგვიღია. მე ყოველთვის დამო ფანარი. შენ წამოიღე? კი. ასეთი რა, ასე რო გიჭიროს. ლამპარი. ლამპარი, ხო, აღონის ნაუთზე არის. აი ამაზე ამბობ. აი ეს ვაჟოს ორი ადამიანი გამოჩნდა ხო მოკლედ. აი ამაზე ამბობ, რომ აი ეს ჩამოირბინე, ხო? ძუნძულით რა? ძუნძულით. მართალია мотиваციაც გქონდა. აი ეს. мотиваცია იყო ის, რომ მე შეიძლება დაგწებოდეთ. ხო, თვები მედგა ყალყზე. მაგარ დროს ავდივართ, ხალხი უკან მოდის. და ჩაფხუტები აფარიეთ მე მგონი. აი ესეთი გასასოცებები არის. 1-2 რა. ერთი ქვევით იყო, ერთი აქ არის. მაგრამ ასეც მიდის რა იდეაში ამას რო გაყვე, მაგრამ რა რა დაჭაო? რა გადარჩა. აი ეს დაჭა. მაგრამ რა? აფე. მაგის ყურის ძირში ვართ. აგერ თუ მჯეროდეს ამოვედით. კატო გილოცავ. მაღლა, მეც გილოცავ, მე გილოცავ. მე მეორეჯერ გილოცავ. გოპროსად გქონდა. აი, დავაძრე. 3500 მეტრი. მოვუნდით ამოსვლას 5 საათი. თავის გადაღებებით, გაჩერებებით. აი თავიც გაიმართე უფორმობით. უფორმობით 11 თვიანი პაუზით.
სამთვიანი ავადმყოფობით. სამკვირიანი ავადმყოფობით. აჰა, გოგებაშვილი. და იქით არის მწვერვალები. რაღაც მწვერვალები სადაც ნამყოფიერთ, მაგას მეორე კამერით განახებთ, უკეთესად გამოჩნდება. მაგარია. ჩან არ კარგად. მე მგონი კი. ხო და ესე იგი. ეხლა უკეთესად გამოჩნდება. ამოვედით და ეს არის იქით შერხოტა, რომლის მიღმაც არის ყელიწადის ტბა, მაგის მარცხნივ არის ყელის ტბა, რომელიც ჯერჯერობით ოკუპირებული არის. ჩემს უკან, აი ეს. ეხლა მე ვჩანო ალბათ კარგად, მაგრამ აი ეს უკან, ჩემს უკან არის ხორისარი 3740 მეტრი, ამაზე 200 მეტრით, ეხლა სადაც ვართ, იმაზე 200 მეტრით უფრო მაღლა არის, იქ ნამყოფები ვართ, სამდღიანი სალაშქრო ტური გქონდა. აქეთ არის, ნუ როგორ თქვი, ესე იგი აქეთ არ მithქვამს, რატო როგორ თქვი. ის არის სუათისის ყინვარი, თრუსოს ხეობა არის აგერ აი აქ ქვევით. ეს ყინვარები არის სუათისის ყინვარი. აქეთ მნას ხეობა არის, იქით არის ორ წვერი და ის არის ყინვარწვერი ყაზბეგი და აქედან ჩანს იქით ჭაუხები კიდევ. და რაც თავარია კიდე გუდაური, ერთი-ორი მეგობარი მყავს, გუდაური ძალიან მაღლა გონიათ და აგერ აი გუდაური, ნახე. სად არის? ეგ არის გუდაური. ეხლა კი რაც შეეხება ჩვენ არხს. გამოიწერეთ და არ ვიცი, რავი, ვეცდები რომ მაქსიმალურად მოვახერხო და ვიარო და განახოთ ასეთი ადგილები და ძალიან მოკლედ ვიტყვი ამაზე, რომ არ არის ეს სალაშქრო მარშრუტი, რატომ როგორც თქვა, მართლა ტრეკინგი, სამთოც არ არის რა, ანუ ტრეკინგის რთული ვარიანტი არის რა. ანუ ლაშქრობას და სამთოს შორის არის, ცოტა ცოცვა გიწევს, დამღლელი აღმართი არის. ჩასავარდნებით არის ალაგ-ალაგ, მაგრამ ამოსვლადია. აბა დავიძარეთ. ამოსვლა კაი იყო. ახლა ჩასვლა არ. ჩასვლა უკეთესი იყო. ჩასვლა. აუ რა მაგრა გამოსწეს ყინორწორი იქით. ხო. თან აი რაღაც ქვევით აი ესე კლუბლებში უნდა ჩავიდეთ. აი ერთი ესა ყველაზე ისეთი. ცოტა უსიამოვნო ჩასაცოცებელი. არა აქ ამას თუ ამოხვალ. სუსტად რა შევიგოთ.
გეუბნები მინაშას ბეროდ მირჩევნია ცოტა. აქ ამას თუ ამოხვალ აქედან აი ზუსტად ვიცი აი 7 მეტრში არის მწვერვალი. შენ რამდენი ხმა ორი გამოიწვია შენ და მე? არა, მე სპეციალურად გადავყარე ისინი. გავისუფთავე. ანუ უფრო უსაფრთხოდ წამოვა. მე მგონი მე უფრო უსაფრთხოდ წამოვიდე. ეს კამერა ძალიან. შუა გზაში ვართ, მოვდივართ. წყალი არ გვაქვს. თავარი ყველაზე ის რაღაცა უბედურება რო არის, ჩამოვიარეთ. მანქანასთან რო ჩავალთ ალბათ საღამო იქნება. მეტს აღარ ჩავწერ, აქ ვურჩები, იმიტომ რომ მალე გვინდა რომ ჩავიდეთ. და რა ვიცი. ეგ იყო რა. კატო. ოკეი იყო. კი. აი იყო. ხო, მოკლედ იცოდეთ, რომ მარტივი არ არის, არც საშუალო არ არის. საკმაოდ რთული არის, მაგრამ შეუძლებელი არ არის. დამირეკე. აი, მოგატყუეთ, აღარ ჩავწერ მეთქი მეც. რაღაცა დამავიწყდა მე თქვა. მოკლედ რო იცოდეთ, ანუ რა, ამ ტრეკს აღწერაში დავდებ. ქვევით იქნება და ზუსტი არის და შეგიძლიათ გამოიყენოთ. ჯამში ეს ასვლა-ჩასვლა ეხა ჩემნაირად თუ არ იღებთ რა დრონით, GoPro-ით და მე ამ კამერით და ტელეფონით შეცხოვმი და რაღაცა. რავი, არის დაახლოებით 8 საათის თემა რა. თუ ნორმალურ ფორმაში ხართ. 4 საათი ნახევარი ეხა თქვენც და ჩვენც ერთდროულად ავედით თითქმის 5 საათში ავედით ჩვენ. უბრალოდ ძალიან ბევრჯერ გავჩერდით ჩვენ. იმიტომ რომ ვიღებ ხოლმე რაღაცებს, ფოტოებს და რაღაცებს და ჩამოსვლისასაც გავჩერდით, თქვათ ახლა. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ერთი წელი არსად არ ყოფილვართ და არც გვივარ ჯერ. არა, მე ვამბობ, როცა ნორმალურ ფორმაში ხარ, მეთქი ადამიანი ზოგადად, ალპინისტი ხარ, მე მაგას კი არ გულისხმობ. ნორმალურ ფორმაში ვართ, ახლა ცუდ ფორმაში არ ვართ. ადამიანი აქ რო ადიხარ და ჩამოდიხარ ნორმალურ ფორმაში ხარ. ვარჯიში გვაკლია ჩვენ. ძალიან დეტრენირებულები ვართ და არ მომწონს ეგ. ხო და უმჯობესი იქნება აქ ანუ მანქანას თუ გააჩერებთ, ანუ ასვლას თუ დაიწყებთ, რავი 10 საათზე რა. ჩვენ საკმაოდ გვიან დავიწყეთ, 12-ზე დავიწყეთ. 12-ზე დავიწყეთ. თუ პირველი იყო დაწყება, პირველის ნახევარზე თუ რაღაცა. აჰა. ეგ იყო წავედი.